ოჯახის სიწმინდის დღისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად ქუთაისში სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამესა და მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით ქუთაისში სადღესასწაულო მსვლელობა მეფეთა დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ მესამის სახელობის ტაძრიდან დაიწყო. სასულიერო პირები და მრევლი დროშებითა და ხატებით ბაგრატის ტაძრისკენ გაემართნენ. ბაგრატის ტაძრში მეუფე იოანემ საზეიმო წირვა აღავლინა. ისტორია ამ დღის ესეთია, რომ ის მარგინალურ სობიერებად მოდის ევროპიდან, ანუ დასავლეთიდან როგორც გნებათ ისე გაიგეთ, შეეხო ოჯახის ინსტიტუციას და სულიერ დაარღვია ეს. რამხრივ ცება არის პატივ ეს მამასა შენს დედასა შენსა. ბავშვს უყავს ორი მამა პირველი მამა მეორე დედა აღარ არის. ან ორი დედა ყავს, დედა პირველი, აი რასაც დასავლეთით თავაზობს. ხო. ანუ ეს ის წინააღმდეგ ბრძოლა არის. უკეთეს ფარო ჩვენ სიკეთით უნდა ვიბრძოლოთ, ხო? ამიტომ არათად ლანძღვით მუშტით არა ჩვენ ოჯახის სიწმინდე გამოსხდით, სადაც ორივე საჭირო დედას და მამას ერთად, რომ ასე აკურთხა უფალმა. აღორძინდით, გამრავლდით ავსეთ ქვეყანა. ერთად ბაზა თავროძებდა. როდის არ მრავლდება, იგი ის გადაშენდება. ღვთის კურთხევას არ ღვევს. და როგორ გამრავლდება თუ ოჯახში დედმამა არ იქნება. და შვილს იშვილებენ და არაჯანსაღ გარემოში ზღიან. ანუ ცნობიერება ბავშვს დაზიანდება უკვე პატარაობიდანვე. ამიტომ უწესეთ ხარო, მოდით ეს თვით დადგენილი ოჯახი დავიცვათ და თქვათ ოჯახის სიწმინდე იყოს. და მარტო ცოლ-ქმარში არ არის. ოჯახში ჯანსაღი გარემო უნდა იყოს. უთეთ სიყვარული, თანადგომა და აი სწორედ აი ამ ოჯახის სიწმინდეს თვით დადგენილს უთხოვს და ამის აქტუალიზაციას ემსახურება დღევანდელ დღე და პატრიარქმა შემოიღო. და ხალხის სიმრავლე რომ თამაშ ესწება, და მოწონს იმაზე რომ უმრავლესობა ერისა მომხრეა ამ ღვთის მიერ დადგენილი ამ ოჯახის ინსტიტუციის. და ჩვენ თამაშ ეთანხმები, ლოცავთ, ვაკურთხებთ და ვიხარია რომ ამ დღეს მრავალი მოდიან მშობლები ბავშვებთან ერთად სასწავლებლებიდან მოყავთ და მრევლში თავისად უკვე არის. ამიტომ ხდება ერის გამთლიანება და გაერთიანება. რის საფუძველზე? ოჯახის სიწმინდის და ოჯახის სიმტკიცის საფუძველზე. რომ დღეს სამწუხაროდ არის ოჯახებიდან გაყრილიადნენ მამა, ბავშვი იქით არის, აქეთ ბავშვი იღება, არიან ზოგი უცხოეთში წასული მამა ან დედა, ზოგი აქ არის. აი ჩვენ ვითხოვთ რომ თლიანობა ოჯახისა ერის თლიანობის საფუძველია. რელიგში კიდევ ერთხელ ქრისტე აღდგა, უცებ აი კითხვასთან შინაარსში მახსენდება ჩვენი ტკბილი და ბრძენი პატრიარქი ილია მეორე, რამე თუ ოჯახის სიწმინდეზე ბევრ აქცენტს აკეთებდა ჩვენს ერს. ყველაზე მთავარი რაც არის, ჩვენ რო არა პატრიარქის ლოცვა, არა ვთქვათ ჩვენი ჯიშის და ჯილაკის აი ესეთი არა გამონათქველი, აი კარი ზღურბლის სიწმინდე, ასე იძახოდნენ. სხვათა შორის არ დაგავიწყდეს და ჩვენი ვაშკაცი, მამაკაცები ეხლაც აი ძალიან ისე ქუთაისში უფრო მეტად ნათქვამი, აი ეს ქალბატონი კარი ზღურბლის სიწმინდეაო. მერე ქალბატონი დედოფალია. ბატონი მეფეა და აქედან აგებული და ყველაზე მთავარი რაც არის, ღმერთო, ჩემი ცოდვა მაპატიე, მრავალშვილიანი ოჯახი არის მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის. აი ეს არის ოჯახის სიწმინდე და ყველაზე დიდი
რაც კი საუნუკვარა გვაქვს ქართველებს ოჯახი არის პატარა სახელმწიფო. ვფიქრობ, რომ ისევე როგორც დღევანდელი დღე, ყოველი დღე მნიშვნელოვანესი არის ჩვენთვის ქართველებისთვის და მინდა რომ ოჯახის სიწმინდის დღე იყოს ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს და მინდა რომ ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დიდებულ საქართველოს მინდა ვუსურვო უფლის შეწევნა, შვიდობა, სიყვარული და ადამიანები უნდა მოეფერონ ერთმანეთს და ერთად აკეთონ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო საქმე. გილოცავთ ოჯახის დღეს. რომ უფრო ბევრი ოჯახი იყოს და სულ ყველა ბედნიერი ვიყოთ და ერთმანეთი რო გვიყვარდეს. სახელითა მამისა და წმინდა სულისა და ჩვენთან არც მერთი არ დაიყოს ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა. დღეს არის მშობლის დღესასწაული სახარებით ქადაგებით არის ბრმის კვირა. იქ აღწერილია როგორ განკურნა ბრმა ადამიანი დაბადებით. მე მინდა დავაკავშირო საერთოდ უნდა დავაკავშირო ჩვენ ეს ბრმის განკურნება აი დღევანდელი დღის საზეიმო განწყობას. დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ამიტომ მადლობა უწმინდეს და უნტარეს ჩვენ პატრიარქს ილია მეორეს რომ აი ეს დღე ამოირჩია ოჯახის სიწმინდის დღე, ანუ სულიერი მდგომარეობის აღდგინება და ოჯახის სიწმინდე. თუ სულიერად ვერ ვიქნებით ძლიერად ჩვენ არ გვექნება სულიერი სიწმინდე და არ გვექნება ის ოჯახის სიწმინდის დღე და არ იქნება ეს ოჯახის სიწმინდე, რასაც ასე რომ თქვა ჩვენ დღეს ვზეიმობთ. დღევანდელი დღე არის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი საზგარდაცვლილი ილია მეორის დაწესებული დღესასწაული არის. ოჯახის სიწმინდის დღე არის. ყველა ქართველს, ყველა მანდილოსანს, ყველა ოჯახს, ყველა მართლმადიდეს ულოცავ აი ამ ძვირფას დღესასწაულს. გილოცავთ გენაცვალე და მთელ საქართველოს ულოცავთ. ძალიან კარგია დღევანდელი დღე 17 მაისი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ აქ ამოსვლით, სანთლები დავანთე, ვილოცე ოჯახისთვის და რა ვიცი, ყველას გაუმარჯოს ყველა ოჯახს საქართველოში.